მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გვაქვს გაშლა ჩვენი ტრადიციული მომდევნო თვის, ანუ მარტი მოდის, გაზაფხული მოდის და ვნახოთ ახლა ჩვენ რა გელოდებათ, ხო? ჯერ რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, როგორც ყოველთვის, რომ აი თუ რეზონირდება, ანუ თქვენია და კიდევ როგორც ყოველთვის ჩავდებ სიგნიფიკაციას, აქ ჩვენ გვაქვს სამი სფერო, ანუ საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა, ხო? ამიტომ დავიწყოთ ახლა ჩვენ და ვნახოთ ახლა ვისთვის იქნება ეს გაშლა, რა ენერგიებში მყავხარ თქვენ აქ. ვნახოთ ვისთვის იქნება გაშლა. ვნახოთ რა ენერგია გაქვთ ახლა. რა თქმა უნდა, ვნახოთ ჩვენ ახლა დღეს ისეთი დასტები გამოვიღე, რომელიც კაი ხანი არ გამომიყენებე, მაგრამ მოითხოვეს და ვნახოთ, აბა. ანუ მარტში რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ? რა ენერგიებში უნდა იყოთ? აბა ვნახოთ. დღეს ჭირო მარჩეთი რაღაც ძალიან მოინდომა ჩემთან, ოკეი. так, რას უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება მარტის თვეში? რა ენერგიები იქნება მნიშვნელოვანი? так, და ეხლა აქ უკვე ჩვენ დავაწყოთ ისე. ჩვენ დავაწყოთ ახლა ისე, რამ უნდა წავიდეს, საერთოდ უკვე რაღაცა არ გჭირდება თქვენ. რას ტოვებთ თქვენ იმ თვეში, ვნახოთ. აი ასე. რას ტოვებთ და რა მოდის თქვენთან ახალი. კარგი, რაც გაგეხარდება ერთი თვის განმავლობაში. აი ასე გავაკეთებთ. так, შეგეთ იმდენი დასტები აქ დავალაგე, რომ ზედმეტი ნამდვილად არის აქ ეს თქვენ აქ დაერთ. შემდეგი ფინანსები ვნახოთ ახლა ჩვენ. ახლა რა ხდება, რა მიდის ახლა? რა უნდა წავიდეს, უკვე თქვენ არ გემსახურებათ, ეს არ გჭირდებათ არანაირად, всё. წავიდეს ეს სიტუაცია თქვენი ცხოვრებიდან დარჩეს ძველი რეალობაში, ხო? და ახალი რა მოდის ამ თვის განმავლობაში, ხო? რას უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება? ну, რა თქმა უნდა, ჩვენი ტკბილი, ხო, თემა ურთიერთობა. ურთიერთობიდან რა მიდის და რა მარტში რა გაგეხარდებათ, ეგაც ვნახოთ. ნახოთ, შეიძლება მანარაც გამოვიყენო. სურვილებზე მთხოვეს და აუცილებლად გავაკეთებ მხოლოდ იმ პატარა მეორე რომ აქ არხი, სადაც ჩვენ მოკლე გაშლებს წერთ, იქ მთხოვეს და ანუ, რა ვიცი, მითხარით თუ აქ გინდათ, აქ ჩავწერ, თუ გინდათ ახლა იქ ჩავწერ, როგორც გინდათ, იქ ცოტა მოკლე გაშლები გვაქვს. так, რა მიდის თქვენი ურთიერთობიდან და რა გაგეხარდებათ, ვნახოთ. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. აქ ახლა თასების დედოფალი ყავს ჩვენ, ხო? კაი, დავიწყებ ახლა მე ერთუს ხედავდო ეგენი. так, всё. ახლა ვისთვის არის ეს გაშლა, აი ამდენი დასტები რა მინდოდა მაგიდაზე ხომ არ მეტყვით. так, ახლა, ну, ნახეთ ახლა პრინციპში, აი ძალიან სიტუაცია როგორი გაქვთ, იცით? ეხლა რაღაცა პერიოდი, აი ნამდვილად თქვენ ეხლა ტოვებთ სიტუაციებს, რომელიც იყო ძალიან მტკივნეული, რომელიც არ მუშაობდა. ეს შეიძლება ნახეთ, ეს იყო როგორი მომენტი, იცით? შეიძლება პირად ურთიერთობის თემებიც თქვენ აქ გაწუხებდეთ, შეიძლება თქვენ საქმიანობასაც რო შევეხოთ, ხო? ანუ ბევრი რაღაცა აი არის ზუსტად, ნახეთ, აი ესეთი მომენტი, რომ უკვე ხა ჩვენ ხო ისედაც ვიცით რომ 2026 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელი არის, ხო? და ანუ მაგრამ მიდის ახლა ხო იანვარში დაიწყო ნელ-ნელა მიდის. აი აქ თითქოს დასრულდება მომენტები თქვენი, აი უკვე თქვენ უნდა გრძნობდეთ რომ აი ძველი რაღაცა რო რჩება, ხო იცით რომ დაუშვოთ აი ყავას რო დალევ ნალეკიანს და რო რეცხავ ეს ნალეკი წავა, მე კიდე მაინც ცოტა რაღაცა რჩება და რაღაცა და აი რომ ან თვითონ ეს მადუღარაც რო გარეცხოთ, ხო? აი მაინც რაღაცა დარჩა პატარა რაღაცა და აი ეხლა უკვე გრძნობ რომ всё, უკვე ეს ბოლო მიდის უკვე თქვენი ცხოვრებიდან რაღაცა რთული პროცესები, მძიმე პროცესები, რომელიც იყო, თქვენ აქ რაღაცა გაიგეთ.
გაიგეთ, მივხვდით, რომ всё, ის რაც არ მჭირდება, მე ანუ გულის ტკენა თუ იყო, ხო? აქ დასრულება, იმიტომ რომ თქვენ ეს მტკივნეულად უკვე ყველაფერი გადახარშეთ და მივხვდით, რომ всё, მე უკვე ეს არ მჭირდება, მე მინდა ახალი რაღაცა, რომ აი აზრი არ აქვს, რომ მე აი ეს მიდგომა თქვენ, ნახეთ, თუ დაუშვათ ადრე ყველაფერზე ნერვიულობდით, თუ რაღაცაზე იყავით მიჯაჭვული, თუ რაღაცა არ ხდებოდა. ხო? აი ეხლა ეს ყველაფერი უკვე უახლოვდება იმას, რომ თქვენ გადახვალთ ახალ ეტაპზე. ეს არის უეჭველი 1,000,000% შემიძლია ვთქვა აქ. იმიტომ რომ თქვენ ხვდებით თვითონ რომ ნამდვილად რომ ეს მომენტები რომელიც მე გულს მტკენდნენ მე რაზეც ვიყავი სულ რაღაც თითქოს აი დამოკიდებული აი არ გამომდიოდა რაღაცები ხო ან თუ დაუშვით მე ვცდილობდი მაქსიმალურად ნუ ნახეთ არ გამოდიოდნენ ეს ისეთი მომენტი არის რომ შეიძლება ზოგისთვის აი გააჩნია რა მიზნები გაქვს მოდით ასე რომ ვთქვათ რა მაგრამ აი ყველას თავისი მაგრამ ეს მიდის всё ეხლა ვნახოთ ჩვენ იმიტომ რომ თქვენ გრძნობდით ანუ მარტის თვე ნუ ნახოთ პრინციპში აი უკვე გამოსვლა არის უკვე აი და ერთი და იგივე არკანები გამოვიდა თითქოს შეხედეთ პროსტა რა ხდება აი აქ არის 9-იანი მე ხო გითხარით აქ არის 10-იანი ანუ აქ даже სავარაუდოდ შეიძლება ვთქვა რომ აპრილში სულ გასუფთავდებით რა იმიტომ რომ აი აქ არის ბოლო ბანაობა რო იტყვიან რა უკვე მაქსიმალურად აი აქ თქვენ 9-იანი რა არის უკვე როცა მე всё მე მივხვდი მე ხვდები რომ ეს უკვე მორჩა და 10-იანი ეს უკვე დავასრულე აქ თქვენ გამოდიხართ აი ამ კრიზისული სიტუაციებიდან გამოდიხართ ძველი თუ რამე იყო თუ ძრა აქაც ნახეთ თუ ძრა არ იყო თქვენ ამას მოერევით ყველაფერს აბსოლუტურად აი ვნახოთ ახლა ჩვენ მოდით კიდე აი უფრო ნახოთ თვითონ იმაში რა ქვია სფეროებში სამსახური აი გეუბნებით ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არის რა აი მარტში ნახეთ ზოგისთვის მარტა შევა მარტის ბოლოს უკვე იქნება სიტუაცია როცა თქვენ всё წერტილს სვამთ ძველი პრობლემებზე და გადიხართ უკვე ზოგისთვის აი მე ვფიქრობ რატომღაც რომ აპრილში უკვე ახალი ვაფშე საფურცლიდან დაეწყებთ თქვენ ცხოვრებას. აი ხა ჩემთან ვინც იყავით თქვენ ტრენინგებზე, გინდათ სურვილების სასრულებაზე, გინდათ ახლა ფულის თემაზე და ურთიერთობის აი თქვენთვის უეჭველი ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა იქ ბევრი რაღაცები გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადავსულ ვიყავით ახალ რეალობაში, მაგრამ ეგეც ჩვენ ხო ვიცით, რომ დრო სჭირდება. აი ზუსტად ახლა არის ეს პერიოდი, რომ всё, აი ეს ძველი უკვე რჩება წარსულში და უნდა შემოვიდეს ახალი. ნახეთ სამსახური აქაც როგორი სიტუაცია მორჩა უკვე თქვენ რაც არ გემსახურებათ всё აი შეხედეთ აქ როგორი არკანი არის როცა გოგო აი ეს ძველი აქ რაღაცა ნანგრევები არის იმის შეიძლება რომის ან რაღაცა და იქ არის უკვე ახალი სახლები ახალი შენობები ახალი ხო ანუ რასაც თქვენ აი თქვენ სულს რაც არ ახარებდა რაც თქვენ სულს აი აქაც 9-იანი ნახეთ რომ ანუ დაუშვოთ რაღაცა პროექტები იყო რომელიც უკვე აღარა всё აღარ მუშაობს სამსახური რომელიც უკვე აღარ მუშაობს ხო შეიძლება აი ნუ რაღაცას ის რაც არ უხარია თქვენს გულს ის უნდა წავიდეს მოდით ასე ვთქვათ იმიტომ რომ ნუ მე ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ჩემს სივრცეში ვინც არიან ადამიანები მე არ ვიძახი ყველაზე ვინც ჩემთან არის სულ და ვიცი რომ აქ მყავს ადამიანები აი ვინც წლები აქ არის და შეგიძლიათ დაწეროს ის მართლა ძალიან საინტერესოა ვიცი რომ წლები არიან და მიყურებენ თქვენ კი ძალიან კარგად მიხვდებით მე აქ რაზეც ვლაპარაკობ რა მე სულ მაგას ვიძახი რომ ადამიანმა ყველა ვარიანტი აი აქაც ნახეთ ეს უკვე გასვლა პირადი დანიშნულებისკენ ხო ჩემ მოსწავლეები გაიგებენ რასაც ვლაპარაკობ ხო აქ უკვე 10-იანი ხო ხვდებით რა რატომაც რას ვამბობ ნუ აქ ზოგჯერ ახლა იცით თქვენ რომ კლას გარეშე ის მაგ რა ქვია გვარჯიში ჩემ მოსწავლეებისთვის რა და ამიტომ აი აქ არის ზუსტად ეს სიტუაცია რომ უკვე მე აი ზუსტად მივხვდები რომ ის რაც მე აი ნახეთ დაუშვათ რაღაცეთ ხარ დაკავებული რაღაცის თქვენ ახლა
დაუშვათ ახლა აკეთებთ, მაგრამ ხვდებით რომ მე-13 ენერგია ძალიან ძლიერი ენერგია ამ მატრიცაში როცა გაქვს ეს ხო საერთოდ მე-13 ენერგია როცა მე უკვე ხვდები რომ ეს მე არ მემსახურება, ეს უკვე არ მუშაობს ჩემზე, მორჩა, ეს ამას არ მოაქვს არანაირი სიხარული ჩემი თქვა სულისთვის, მე უკვე მივხვდი რომ თუ რამე დავკავდები, მე აი ის რასაც მე ვაკეთებ, მე არ მომწონს, არა და აქ თქვენ შეხვალთ ისეთ სიტუაცია, მე ხუთ ენერგიას ყოველთვის არის კრიზისიდან, კრიზისი რომელიც უკვე შეუძლებელი რომ არ გამოხვიდე რა, აი კბილი რო გტკივა, მორჩა შენ უკვე აი კედელზე რო უკვე ხარ აყვანილი და უნდა წახვიდე და ამოიღო ეს კბილი და უკვე შველა გექნება. ზუსტად აი ეს არის რომ თუ შეიძლება რაღაცა თქვენზე, შინაგანი ბრძოლა შეიძლება გქონდეს, მინდა, არ მინდა, ღირს, არ ღირს თქვათ ახლა აქ რო დავრჩი, კი, შეიძლება შემოსავალიც გქონდეს, მაგრამ მაინც ახლა უკვე არ მეხარია. ეს არის მე-5 ენერგია და აი აქ თქვენ ამას დაასრულებთ და რა მოდის? აქ შემიძლია გითხრათ, ბევრისთვის იქნება როგორი სიტუაცია. თქვენ ნამდვილად აი აქ ნახეთ, აქაც ეს სამიანი ღმერთო გადავირიე. ანუ თქვენ აქ ნამდვილად მიიღებთ ზუსტ გადაწყვეტილებას, თუ რაღაცის სწავლა გინდათ, თუ რაღაცა სხვა სამსახური გინდათ, თუ რამე მტკივნეული სიტუაცია გქონდათ, ხო, დაუშვათ ახლა, შეიძლება საბუთების პრობლემა გქონდათ, ზოგს დაუშვათ, ხო, ვერა და ვერ კეთდებოდა, თქვათ, რაღაცა საბუთი, ან დიპლომს ვერ იღებდით, ან რაღაცა სწავლას ვერ ამთავრებდით, თქვენ აქ ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აი ეს კი ეს სიტუაცია რომ არაფერი არ გამოდის, არაფერი, ეს ყველაფერი მიდის, იმიტომ რომ თქვენ ამას მოერევით მაქსიმალურად. აქ აინთება თქვენი ახალი ვარსკვლავი. აქ ნახეთ 1 2 3 4 5 6 არკანიდან გამოდის 4 მაღალი არკანი, რა. აქ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ტრანსფორმაციის მერე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. ანუ აქ ნახეთ, პრინციპში რაც თქვენ გულის გტკენდათ, აი აქად, ხო, აქაც ეს სიტუაცია, ნამდვილად მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ აქ წარმატებას მიაღწევთ, რაშიც თქვენ უკვე არ გჯეროდა, რასაც თქვენ იმედგაცრუება გქონდა, თქვენ აუცილებლად აისრულებთ თქვენ რაღაცა სურვილს. შეიძლება ზოგს აქ უნდა დაუშვათ რამის სწავლა, იმიტომ რომ იეროფანტი, იმიტომ რომ არის ესეთი არკანები, რომ აი თქვათ მე მინდა, даже დიპლომი, ნახეთ, თუ გაქვთ რამე დიპლომი და ვერ იყენებდეთ, თქვენ მაგას აუცილებლად გამოიყენებთ. მიხვდით? აუცილებლად. კიდე აქ შეიძლება იყოს როგორი პერიოდი ზოგისთვის იქნება ძალიან აი ხა კიდე ნახეთ, ჩემო მოსწავლეებმა იციან ეს თვორჩესკი პროცესი სულ მივარდება ხოლმე რა. როცა შექმნის, ხო, როცა ქმნი რაღაცას, ხო? აი ეს პროცესი თუ დაუშვათ, გექნება თქვენ კიდე, აი რა გავაკეთო, რა ვქნა, თქვენ აქ მოიპოვებთ ზუსტად იმ საქმეს, რომელიც არის თქვენი, რომელიც არის ბედით მოცემული საქმე. აუცილებლად თქვენ აი აქ გაიგებთ, რომ აი მორჩა, ეს არის ის, რაც მე უნდა ვაკეთო. всё. ანუ მიხვდეთ, ხო? იმიტომ რომ აქ ეს იმედგაცრუება, აქ ეს სიტუაციები, რო თქვა, ნახეთ, თქვენ რო გექნებათ ეს შეიძლება ძიების პროცესში იქნებით, გაიგეთ? აი აქ შეიძლება ზოგი მოვა და მატრიცასაც გააკეთებს და ან რუკას გააკეთებს, ანუ რაღაცა ინსტრუმენტს, ადამიანებს, რაღაცა სიტუაციას ნახავთ თქვენ, რომელიც თქვენ უკვე ზუსტად ხელს მოკიდებს და გეტყვის რომ წამოდი მე განახებ შენ, აი ეს არის შენი საქმე, აი ეს უნდა აკეთო. ხო და ანუ ეს ესეთი პროცესი, როცა თუ თქვენ თვითონ დაუშვოთ ხარ დაკავებული აი დამხმარე პროფესიის ადამიანები ხარ, თქვენთან მოვა ბევრი ადამიანები, რომელსაც თქვენ შეძლებთ დახმარებას, იმიტომ რომ თქვენი ცოდნა ჭირდებათ ამ ადამიანებს, ვისაც აქ ესეთი გულის ტკენა, იმედგაცრუება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ეს ცოდნა და თქვენ შეგიძლიათ რომ ეს ცოდნა გამოიყენოთ და დაინახოთ
ნახავთ კიდე რომ თუ დააუშვათ თქვენ ახლა არ გჯეროდა ან ფიქრობთ აი ნეტა ვის რა შეუნდა ეს ჩემი ცოდნა ნეტა ვის რა შეუნდა მე გეუბნებით აქ აინთება თქვენი ვარსკვლავი და თქვენ მიხვდებით რომ ეს დიდი ბედნიერება იქნება რომ დააუშვათ თქვენ ახლა შეძლებთ რა ამ ყველაფერს კი აი ბევრ ადამიანს თქვენ აქ ძალიან დიდი ცვლილება იქნება ძალიან დიდი ცვლილება იქნება რომ თქვენ დაეხმარებით ბევრ ადამიანს აი ზუსტად აი გულით სულით როგორ თქვენი ცოდნით დაეხმარებით ადამიანებს მათი ცხოვრების შეცვლაში თან ძალიან ჩქარდა სწრაფად ან თქვენ თვითონ აქ დაუშვოთ თუ თქვენ გაგანთავისუფლეს სამსახურიდან თუ თქვენ დაკარგავთ სამსახურიდან თქვენ მე იტყვით მადლობა რომ ეს ყველაფერი მოხდა მადლობა იმიტომ რომ თქვენ მე დაიწყებთ თქვენი გზის პოვნას და ამ თქვენი გზის პოვნაში თქვენ ნახავთ რომ აი ყველაფერი ის რაც დასრულდა თქვენ მოგიტანს ეს ძალიან დიდ სიხარულს იმიტომ რომ თქვენ აქ პოულობთ თქვენს თავს ეს არის მთავარი და თქვენს საქმეს და აი ზუსტად ეს ძალიან რთული პროცესი მაგრამ ძალიან მიყვარს ეს პროცესი იმიტომ რომ ადამიანის აქ იღვიძებს მაქსიმალურად იღვიძებს და ადამიანი აქ მაქსიმალურად გადადის იმაზე რაც უნდა აკეთოს შეიძლება მე გეუბნებით რომ ეს მე ენერგიებით გეუბნებით რომ არ არის აუცილებელი რომ ყველა ეზოტერიკოსი გახდეს ყველა პროფესორი გახდეს ყველა გახდეს რაღაცა შეიძლება შენ სტილისტი იყო და დაიწყებს ნუ თქვა ასწავლე ვინმეს დაუშვოთ ხო ან თვითონ იტყვი რომ всё მთელი ცხოვრება აი მინდოდა რომ ფრჩხილები თქვათ ახლა ვუკეთო რა და ეს მომწონს ეს დიზაინერი რაღაცა ეს მომენტები და აი მოდი ახლა მე всё აი გადავწყვიტე ამ დროს ახლა თქვათ მუშაობდი მასწავლებლად სიტყვაზე სკოლაში მაგრამ ნუ აი ეს მინდოდა რა ეს ხელოვნება მინდოდა და ადგები და გადაწყვეტილებას მიიღეთ და ნამდვილად ძალიან კმაყოფილი იქნებით გამიგეთ და კიდევ გეუბნებით ვინც დაკარგავთ სამსახურს პირიქით გაგიხარდებათ იმიტომ რომ თავიდან კი რა თქმა უნდა ეს იქნება თქვენთვის ძალიან რაღაც სასწაული რა მოხდა მაგრამ მე გაგიხარდებათ ეს ყველაფერი მithumetes კოშკით როცა ხდება აი გაგდებენ იქიდან შენ სადაც უკვე ნუ არ უნდა იყო რა იმიტომ რომ ადამიანი ზოგჯერ არ ესმის რა ნუ როცა ეუბნება ეხა ჩვენ სამყარო ძალიან რბილად მუშაობს ჩვენთან ჯერ ნაზად გვეუბნება ჯერ რაღაცა ნიშნებს გვაძლევს მაგრამ თუ ვერ ხვდებით მე უკვე იმისთანაც მიიღებ რომ რა ვიცი რა და ნუ ეს უკვე ადამიანის ბუნება ეგეთია და ამიტომ აი აქ არის ეგეთი პროცესი და ანუ თქვენ გიბიზგებს იმისკენ რომ თქვენ რაღაცა ისწავლოთ ახალი აქ ახალი არის всё ახალი კლიენტები ახალი სიტუაციები ახალი ყველაფერი всё გადადეხარ სხვა დონეზე ფული რა მიდის ну აქ როგორი მომენტი არის აქ თუ მოდიოდა რაღაცა ცოტა რაღაცა ფულები რომელიც ახლა თქვენ გაძლევდეთ საშუალებას რომ თქვათ ახლა გზავნილი შეიძლება ან შეიძლება პატარა ფული გქონდათ ახლა რაღაცა პატარა ფული თქვა თუ კლიენტებთან მუშაობდით ხო ну ეს ყველაფერი ნახეთ სამყარო რას გვეუბნება აქ არა აქვს მნიშვნელობა რამდენი გქონდა შენ შეიძლება 1000 ევრო გქონდა შეიძლება 10000 გქონდა დოლარი შეიძლება 100000 დოლარი გქონდა არა აქვს მნიშვნელობა შეიძლება 500 ლარი გქონდა არა აქვს მნიშვნელობა რაც შენ გქონდა ეს ყველაფერი იყო სამყაროს გართობა შენს მიმართ გამიგეთ ანუ უბრალოდ გართობდათ ამ ფულით გაძლევდათ საშუალება რომ შენ ახლა ნუ და даже შენ ვითომ даже სამყარო გეუბნება რომ შეიძლება შენ გეგონა რომ ანუ ვაიმე რა კარგად ვარ აი ხო არის ეგეთი ვაიმე ისე კარგად ვარ ისეთი ნუ პრინციპში მე მყოფნის აი ეს იყო სამყაროს თამაში თქვენთან იცოდეთ რა იმიტომ რომ ანუ გაძლევდეთ თქვენ საშუალებას რომ ყოფილიყავეთ მყარეთ თქვენ და ვითომ კარგად იყავეთ ეს მიდის იმიტომ რომ სამყარო მიხვდა შეიძლება აქ ნუ აქ ესეთი პროცესები მიდის გენაცვალე რომ მაგრამ უბრალოდ გქონდათ მხარდაჭერა თქვენ სამყაროსგან მაგრამ ეს კიდევ გეუბნებით იყოს თამაში აბა რა მაშინ ეს თამაში წავა და რა მოდის აქ ნუ რა მოდის გეუბნებით так ჩემო სიხარულებო ვინც იყავით აი ჩემთან მე არ ვიძახე შეიძლება სხვაგანაც დადიოდეთ თქვენ ახლა სადღაც და თქვენ თავთან მუშაობთ თვითონ აი თქვენთვის იწყება მარტში
პროცესი უკვე ირთობა, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს პრაქტიკები, რაც ჩვენ ჩავიფიქრეთ, რაც თქვენ აი აქ პრაქტიკები, ხო იცით თქვენ რომ მე-12 ენერგია ეს პრაქტიკები რა, ყველა ვარიანტში არის შეიძლება თქვა აქ даже თქვენ აკეთებდეთ და შედეგს ვერ ხედავდეთ იმდენად. აი ეხლა მარტიდან ნახავთ თქვენ როგორ შეიცვლება და მოგეჩვენება თქვენ რომ ის რაც მე მქონდა და მეგონა რომ არიქა და კარგად ვდგავარ მე ფეხზე, მოგეჩვენებათ სისულელეთ. მიხვდით? აი მიხვდებით რომ ისა, იმიტომ რომ აქ გამარჯვებული ხართ, აქ იხსნება თქვენი სიუხვე. გაიმარჯვებთ თქვენ აქ. მიხვდით? აი აქედან დაიწყება თქვენი სიუხვე, იმიტომ რომ როგორც იყო, აღარ იქნება ის შემოსავალი, როგორც იყო, აღარ იქნება შენ რო გეგონა მდიდარი ვარ და კარგად ვარ, აღარ იქნება, აქ მეტი იქნება. გამიგეთ რა ხდება? აქ გადადიხარ თქვენ უკვე ნამდვილად სხვა ეტაპზე და ეს შენი წარმოდგენა რომ შენ მდიდარი ხარ, ხო? ნუ მდიდარი ახლა მე გითხარით თქვენ შედარებით რა, ყველას თავისი აქვს რა. აგერ დღეს უსმენდე მილიარდელს და იძახეს ღმერთო ჩემო იმდენი ფული მოდის რომ აღარ მჭირდება რა, აღარ ვიცი რა გავაკეთო, უკვე ყველაფერი ვიყიდე, მაგრამ აი აღარ მინდა, უკვე даже აღარც მიხარია. ხო და ამიტომ გეუბნები ყველაფერი არის შედარებითი, ხო? ამიტომ აქ არის სიტუაცია, როცა თქვენ ნამდვილად აი მიხვდებით რომ ის რასაც თქვენ გაძლევთ სტაბილურობას და თქვენ გეგონათ რომ არიქა მე კარგად ვარ, აი ეს მოგეჩვენებათ სისულელით, იმიტომ რომ უფრო მეტი იქნება, აღიარება მოდის თქვენი სამყაროსგან დარწმუნებული ვარ, კი. ახალი მოდის, აი ეს ბავშვობა მიდის, ნახეთ, დასრულდება თქვენი ეს ბავშვური რაღაცა ფინანსები და მოდის თქვენი სიძლიერე. კი, თქვენი სიძლიერე, თქვენი ცოდნიდან. ანუ ნახეთ, ესე იგი აქ რაღაცა ნაკადი იხსნება სხვანაირი. ნახეთ რას გვაქვს. თან ფული აქ მოვა როგორ სხვანაირად თუ დააუშვოთ თქვენ გიწევდათ, სულ მუშაობდა შრომა, მოლოდინში იყავით. აი ფიქრობდით რომ თუ დააუშვოთ ახლა მე უნდა მქონდეს ფული, უნდა ბევრი ვიმუშაო, აი რაღაცა, აი აქ მთავრდება ეს პერიოდი სიმსუბუქე მოდის. ფული ნახავთ თქვენ როგორ მოვა სხვა გზით. ეხლა მე აქ რა თქმა უნდა ამ ტრენინგის ჩატარებას არ ვაპირებ, ხო? ეს ვინც იყო კი იციან მე რასაც გულისხმობ, მაგრამ დააკვირდით რომ აქ რაღაცა პერიოდი მიდის თქვენიდან და ეს უკვე სხვანაკადში შედიხართ. სხვანაკადში, იმიტომ რომ როცა შენ ფიქრობდი რომ ყველაფერი რთული უნდა იყოს, მე უნდა თქვა ძალა დამეტანა, ხო 15 სამსახური უნდა მქონოდა, აი ეს შეიცვლება, გაიგეთ და უფრო წამოვა ფული მსუბუქად თქვენსკენ. კი, იმიტომ რომ всё, უკვე იცვლება ყველაფერი ნამდვილად. კი ბატონო, იმიტომ რომ თქვენ აი ეს თქვენი წერილი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ხო? წერილი რომ წერდეთ და რაღაცებს რომ ვაკეთებდით ჩვენ, აი ნახეთ და შეიძლება თქვენ даже არ გჯეროდათ, ხო, იმიტომ რომ არ მოდიოდა, აი ეხლა მოდის. ეხლა მოდის, იმიტომ რომ თქვენ მოერიეთ ყველაფერი, ეს თქვენი შინაგანი ბრძოლა გადაიფარება და მოდის აგერ თქვენთან 10-იანი. აჰა, всё მიიღეთ, всё მოდის ფული თქვენთან. კმაყოფილი იქნებით ყველა, აქ ახალი პერიოდი, ახალი ეპოხა იწყება თქვენში რა. ნუ ჩვენ რაზეც ამდენი ხანი ვიმუშავეთ, ხო გოგოებო და ბიჭებოც რა. ამიტომ დაიჭირეთ. ეს უფრო თქვენთვის იქნება, ეს ყველა ვარიანტში ამაში დარწმუნებული ვარ 1,000,000% რა. იმიტომ რომ ვიცი რომ იმედგაცრუებაც გქონდა, ზოგი ფიქრობდა აი ამდენი რამე გავაკეთე, ასე, მაგრამ არ მოხდა. აი გეუბნებით, იცვლება სიტუაცია. всё, გადავდებართ ეხლა ურთიერთობა რა მიდის. так. აქ იყო სტაგნაცია. აქ თქვენი პარტნიორი არაფერს არ აკეთებდა, კაი ხანი, არც ურთიერთობა. აქ იყო ძალიან დიდი სტაგნაცია ურთიერთობაში. აი თქვენთვის იქნება ვისანაც ზრა არ იყო და თქვენც როგორ იყავით, იცი, ხან მინდა მაგასთან ურთიერთობა, ხან არ მინდა, ხან მინდა რომ მივიღო, ხან არ მინდა მივიღო, ხან ველოდები, ხან არ ველოდები და აი ესეთი რა სიტუაცია და შემიძლია გითხრათ რომ აქ შეიძლება გქონდეთ თქვენ ეს შეხვედრები, აი ძალიან გრძელ პერიოდში იყო ეს რა ქვია, გაწელილი თემა რა.
რომ ხან ჩაქრებოდა, ხან აინთებოდა, ხან ჩაქრებოდა, ხან აინთებოდა. გაიგეთ? აი ეს სიტუაცია აქ ვისთვისაც გქონდათ ეგეთი თემა, აი თქვენთვის იქნება ეხლა ეს მარტში რა იქნება, მარტში რა იქნება, მარტში რა იქნება. დედა რა კაი რაღაცები აგელოდება. ნახეთ რა ხდება. აქ ნამდვილად მთავრდება ეს თქვენი ასეთი მდგომარეობა, როცა იჯექით თქვენ დაუშვათ და ფიქრობდეთ რა გავაკეთო, აქ მთავრდება თქვენი მარტოობა, მორჩა, მარტოობა დამსრულდება. ეს თქვენი ზუსტად ეს მომენტი შეიძლება გქონდათ დაუშვათ თქვენ, რომ აი, პენტაკლების ნახეთ როგორი მომენტი არის, იცით? აქ გაიღვიძებს, მოიცადეთ ერთი წუთი, მოდის ინფორმაცია, რაღაც ცოტა მაკლია აქ. ინფორმაციას. აჰა, так, ეს ჩვენი ძვირფასი. ხმალების ჩვენი ძვირფასი მეფე რას იზავს. აქ ნახეთ როგორი სიტუაცია თქვენ აგულით და აქ ოიმე ღმერთო ჩემო. ესე იგი ნახეთ, ეს ნაკადში რო არის ახლა ინფორმაცია იმაშვება რა გუგზაობს რა. так, всё, შევდივარ. ესე იგი თქვენ აქ მოусმენთ თქვენ სულს. შეიძლება თქვენ გქონდათ აი ეს მომენტი მარტო მინდა ვიყო, აღარაფერი აღარ მინდა. მიხვდით? გამოდიხართ ამ სიტუაციიდან. თქვენი პარტნიორი, ნახეთ რა შვება ეს ჩვენი ცივი კაცი. მაგასთან არის როგორ ისეთ ცოტა დათბება თვითონ რა რაღაცა იქნება აქ ძრა, მაგრამ რო გითხრათ რომ აი აქ რამეს კმედებას იზავს. აქ უფრო იცით რა არის ემოციებზე გაგიყვანებენ თქვენ. იმიტომ რომ ნახეთ, აი თითქოს თქვენზე თქვენი ჯდომაც შეიძლება კაიხანი გიწევდეთ, თქვენ ვაფშე ჩაკეტილი იყავით. გაიგეთ რა ხდება? განთავისუფლება მიდის ამისი თქვენიდან. აქაც ხო ხედავთ განთავისუფლება იმ მდგომარეობიდან, სადაც არაფერი ძრა არ იყო. ხო და ამიტომ შემიძლია გითხრათ ეს ცოტა ვერ ჩამოყალიბდა კიდე ვერ ჩამოყალიბდება ცოტა, იმიტომ რომ ეს იქნება ჯერ ფიქრებში რაზე. ფიქრებში ხო გითხარით? თავის ვარსკვლავზე. აქ როგორი მომენტი არის, იცით? ამას კი უნდა ქმედება და გამოსვლა, მაგრამ არ იცის ეს ადამიანი მერყეობს, რომ მე ვჭირდები, მე ვუყვარ ვარ, მე საერთოდ მაგას უნდა ჩემთან რამე, თორე მე კი მზად ვარ, რომ გამოუჩნდეთ, მე კი მზად ვარ, რომ რაღაცა მაგას უკვე თქვათ დაველაპარაკოთ თუნდაც, მაგრამ გამოვა შეიძლება ბევრისთვის, გამოვა კონტაქტზე, რომ იცოდეთ თქვენი ადამიანი, რომელთანაც თქვენ იყავით შორს და აქ ახლა პროცესი, რომელიც იყო გაწელილი ინფორმაცია, არ იცოდეთ არაფერი, აქ ბევრისთვის იქნება ის სიტუაცია, რომ შეიძლება სადღაც მარტის ბოლოს უფრო ეს ადამიანი გამოდის ამ მტკივნეული სიტუაციით, ტრანსფორმაციის მერე, კი აქ მიდის ცვლილება. იმიტომ რომ აქ ახლა ნამდვილად, დაკარგვა თქვენი არ უნდა ამ ადამიანის და ყველა ვარიანტში აქ მოდის, კი, კი. აქ არჩევანს აკეთებს სიყვარულისკენ ეს ადამიანი, რაც არ უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, აქაც ნახეთ, აქაც მე-20 არკანი. აჰა, კიდე. ანუ ძალიან ტრანსფორმაციული თვე გელოდებათ, შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი ცვლილებები იქნება თქვენ ცხოვრებაში. აქ მთავრდება ძველი პერიოდი, რომელიც უკვე აღარ გჭირდება და თქვენ გადადიხართ ახალ ეტაპზე თქვენი ცხოვრების, თქვენი ახალ რაღაცა სცენარზე, რომელიც უნდა იყოს თქვენ ცხოვრებაში. ძალიან მართლა მნიშვნელოვანი თვე არის თქვენთვის, იმიტომ რომ ნახეთ 3 მარტს მთავრდება ეს დაბნელების დერეფანი და ნამდვილად უკვე თქვენ განწმენდას გაივლით სულ განიწმინდებით და წახვალთ უკვე ახალ ასე გასუფთავებულები, ხო? ურთიერთობაშიც, ფინანსებშიც, როგორც გითხარი და კარიერაში. რა თქმა უნდა, მეც მაგას გისურვებთ, ჩემო სიხარულებო.